ჩემი სადილი გოგოებო, პური არა მაქვს და არც მინდა დიდად. აი ეს მომინდა ეხლა და თუ თქვენს მოგინდათ ხო ძალიან მარტივია მოიმზადეთ და გემრიელად მივირთვათ. აი ეს და კიდე ძალიან მიყვარს ეს უნდა დავაბაროთ ჩემ მეგობარს, ამას არ ვიცი აქ თუ ნახავთ. აჯიკა არის მწვანე, უგემრიელესია, მე ძალიან მომწონს, მარტომ შევჭამე სულ თითქმის შავუყვანი ბოლომდე, არავინ არ ჭამს ჩემ გარდა და გამომელია ჩემ მეგობარს უნდა დავაბარო, რომ ჩამომიტანოს კიდე. უგემრიელესი არ ვიცი, რავი, წიწაკაა მწვანე და კიდე თუ რამე შეიძლება დახუნაცურებია, ძალიან გემრიელია. მოვედი, პური გვაქვს საყიდელი გოგოებო და ნიკა წავიდა ვარჯიშზე დავაბარე, მაგრამ ჯერ არ მოვა. ხო და ამას შია პატარას. შია და მაკარონი უნდა დავსვა ეხლა მაგისთვის. წყალმა ძალიან დაიკლო ჩვენთან, არ ვიცი რატო. ცუდია. წყალმა რო დაიკლო, ცუდია. მეთანაც ეგრეა, თუ მარტო ჩემთან ხდება ესეთი რაღაცა. ჩემ პომადა რა ვიცი, რანაირი ფერია. ლამაზია, ცუდი არ არის. მარტო გუშინი ყო ვიღაცამ. ლეილამ მომწერა, მე სწავალო ხალისზე მოვედიო, რომ ვიყიდო სუფთა სახშიო რა. რაღაცებიო და გუშინ და გუშინ წინ იყო მარტო აქცია, დამთავრდა. მაგრამ 8-ში ალბათ იქნება აუცილებლად ვფიქრობ. ესეთი აქცია. ეს +1 და 50%-იანი და 40%-იანი აქცია იქნება. ძალიან ისეთი ფერია, აი როგორ იცით და კონტური არის სასწაული რა, რო არ იცლება მთელი დღე. ფამჭამე, სვი, რა ვიცი, ყველაფერი 5 საათია უკვე. ის არის, რა ქვია. ნაზიფერია ყოველ დღე რომ გამოვიყენებ, მომწონს, თუმცა არ მინდოდა ესეთი, მაგრამ მომწონს რა, როგორიც აღმოჩნდა. კარგია, მიმსგავსებული მაინც არის. ხო, 8-ში შეიძლება უკეთესი აქციაც იყოს გოგოებო, რავი. და უფრო მეტი დააკლდეს, ალბათ ამ პომადებს ახლა მეტი აღარ დააკლდება, ეს +1 მაგაზე 50%-იანი გამოდის და ერთის მაგივრად 2 მოხდის, ფაქტიურად ძალიან მაგარია. ხო. ხო და რავი, ვისაც მოგეწონათ და დღეს გინდათ რომ იყიდოთ, დღეს აღარ არის. ესე ჩავყარო გოგოებო, ხო მე. და სულ მავიწყდებოდა ჭურჭლის გულკების ყიდვა. ერთი ცალი აი ეს, მაგალითად უკვე არ გადასახდელი მოვაშორო გადავყავდო. ხო და გუშინ ვიყიდე ის რამდენი გაბრაზებულმა, ახლა უნდა გაჩვენოთ. რამდენი გულკები ვიყიდე. ამას ისე დავაყაროთ და დავასხავ ახლა ადულებულ წყალს, რომ და გამოვხარშო. ერთი ცალი უნდა მქონდეს კიდე სუფთა ტილო. ის ვიხმაროთ, აი ეს, აი არის. ერთი სუფთა. მე ნახეთ რამდენი ვიყიდე. ესეთი. ესენი კარგია, ძალიან მარმალი ვიფუჭდება რა, ეს სიტყვით ეს გულკები ძალიან მარმალი და ვიყიდე ბევრი. ესეთი, ესეც კარგია, ძვირი მივეცი და რა ვიცი, ძლებს, უკაიაო და ნახთობა. და ეს გავხსენი. ამას დავასხავდო, დავაცდი. ახლა უნდა დავაცადოთ ამას, რომ გამოვიდეს ეს ისა, რა ქვია.
დაფარება არ უნდა, იმიტომ რომ ეს აქ ჩავდგა. ცოტა ხანი სანამ მაკარონი ადუღდება, მე მაკარონი გადასაწული იქნება და ეს ძის ბოთლი სუფთავს. ძის ბოთლი გავლეცე. ეს დიასახლისის საქმიანობა რაც არის ეს არის არ ვიცი მიყვარს კიდევაც მე და ძალიან ვაფასებ რა დიასახლისებს კარგ დიასახლისებს საჭმელს რო კარგად გამოძით ნამცხრებიც ყველაფერი ანუ ყველაფერი რა პროფესია რო იტყვია მაგრამ ჩემთვის მარტო ეს არ არის საკმარისი რომ ბედნიერი ვიყო ანუ აი მარტო დიასახლისი რო ვიყო ეხლა ჩემი საქმე არ ამქონდეს მიზნები არ ამქონდეს და რაღაცების ამ ყველაფერთან ერთად კიდე გეგმები რომ აქვს მიზნები რომ აქვს რაღაცების მიღწევა რომ მინდა და გაზრდა რომ მინდა აი ეს რო არ მქონდეს მარტო დიასახლისი რო ვიყო ბავშვებს მოვუარო და საჭმელები ვაკეთო ეს არ მაქვს ამითი არ ვიქნები მარტო ბედნიერი ამიტომ გონია მე რომ 100%-ით კარგად არ გამომდის ეს საქმე. იმიტომ რომ ხედავ გოგოებს, ვისაც უფრო კარგად გამოსდით. უფრო უკეთესად, ვისაც გამოსდით, მაგრამ მე თითქოს სხვა რაღაცა გეგმებიც მაქვს. სხვა რაღაცაც მიჭირდება კიდე. სხვა რაღაცაც მიჭირდება, რომ ვიყვე ბედნიერი, ანუ ამასთან ერთად. და ამას ვცდილობ ზუსტად. ჩემ ბედნიერების სასახლე ავაშენო. რამას შვენიერი. ხო, ხანდახან მგონია ხოლმე, რომ რაღაცები არ გამომდის კარგად. არ ვიცი. იმიტომ რომ ვზივარ ხან და ვწერი. აი დავუშვოთ. რაღაცა არის გასაკეთებელი და მე ვზივარ და იმ მომენტში ის მჭირდება, რომ ის უნდა დავწერო. კურტკები მაგ გასარეცხი გოგოებო, ჩემი კურტკა უნდა გავრეცხო და მათ ეს კურტკა. დღეს და ხვალ გაშრება. ორ შაბათიდან მივდივარ სკოლაში, მათი არის სრულიად გამიჯანმრთელებული. პატარათი მოვიწყინე და ხო ყველაფერს გიყვებით. მე ყველაფერს გიყვებით. რასაც ვფიქრობ, რასაც გწნობ. იმიტომ მოვიწყინე მივხვდი, რომ სკოლაში არ დავდივართ ერთი ჩვენ. სახში ვართ გამოკეტილები. ვერ წავიყვანდი ისე მაგრახოლებდა. ძალიან. აი აბჟირებდა და ვერ წავიყვანდი. ჯერ იმიტომ რომ ვირუსი იყო ზუსტად ვიცი და ყველას გადაგვედო გიას გარდა, ვიცი გიას არ გადაედო. ნიკამაც მოიხადა მეც და მათემაც თითქოს ცოტა ის გამოიწვია ამ ყველაფერმა რა ჩემში მოწყენილობა. რომ ვერ ვატარე ბავშვი სკოლაში, მშობლებთანაც მიჩვეული ვარ, მათ ეს კლასელების მშობლებთან და ძალიან მიყვარს ხოლმე მათთან ლაპარაკი ურთიერთობა. ვერ გავედი, თან მე თვითონაც ცუდად ვიყავი, ეხაც მოხველეთ, ვერ გამოკეტიბულობდი და ერთი სიტყვით ეგრე. მაკარონი მინდა ეხლა მე. მაკარონი. ეს მაკარონი. აბა მაგარას გამოიწვია. მაგრამ არა უშავს.
მე რა ჩემთავს უთხარი, ავიღე პასტა დაფუძელი დავწერე კიდევაც, რომ ყველაფერი კარგად არის. მე რა ჩაიარა, გაიარა. მე რა პატარათი მოვიწყინე იცით რატო დავიღალე. ნერვიულობით ცალკე მოვლა ბავშვებისა, ავადმყოფი ბავშვებისა, როცა ვირუსი აქვთ ორივეს თან ახველებენ, თან წამლებით მაინც იმ დღესაც ხომ მოგიყევით, ჩემ თავს ამ დროს ვამშვიდებ ხომ ვიღაცამ მოწერა. იმ დროს ხომ მოგიყევით, რომ პანიკები მქონდა ხოლმე მეთქი ბავშვები რო ავათხდებოდნენ და ხო ვამშვიდებ, ხო ყველაფერი, მაგრამ მაინც მოქმედებს რა, როგორიც ხარ ადამიანი. ბოლომდე მაინც ვერა, მაინც იმოქმედა. ახეთ იმოქმედა მათმა ცუდად ყოფნამ ავად გახდომამ და თამრიულს მეც გავხდი, მარტო ეგენი ხო არა, მეც. რა მინდა გოგოებო, აი ეს მინდა რომ დავლიო. საჭმელი ვჭამე, გადავიდე კიდევაც ჩემი თებში. ისეთი ლამაზი იყო, რომ მომინდა რომ გადამეღო, რომ მოგანდოვეთ თქვენც. კვერცხიდან რამის კი არ იყო, კვერცხი, სადაც ფუცელი ხონახეთ და ის რა ქვია. კიდე რომ ჭიქაში დავდიო ხათა ხოლმე უნდა მომეწონოს მესიამოვნოს ჭიქა. ისი არ მინდა. ჭიქაც უნდა მესიამოვნოს. აბარა. რა? ჭიქები ახალი ჭიქებიც რომ აქვს. სულ ახალი გაუხსნელი. მაგრამ ის დილახს მივიცავ. ახლა აღარ მინდა ერთი არ გავხსნი, იმიტომ რომ აღარ მეტევა ხოლმე, მე რასაც დავდო აღარ ვიცი და ამის გახსნა არ მინდა გოგოებო. კიდე სხვა რამ აქვს. ისეთი ლამაზი და ახალი. ტვერია ქალს ემოდა და სული ამას. ისა ისე მე ჩამოვალა გოგო. აი სული თამაში. ეხლა გამახსენდა ვის მაჩქა ეს ჭიქა, ნეტათვის გოგოები ისევ მიყურებენ. მაგრამ მაჩუქა ეს ჭიქა მოვიკითხავ. დიდი სიყვარულით, ძალიან დიდი სიყვარულით მოვიკითხავ, მაგრამ თუ მიყურებ. შენი ნაჩუქარი ჭიქა. ხო. ეს ადუხდა? და საყვარელი გოგოა მაკა. და მოწმე გოგოა და ეკლესიური გოგოა და ძალიან ისა დილი და ჯუფასი. სეირა. როგორ არის ეს მაკარონები შეფუთული? აბა ვნახოთ. კი, შეიძლება უკვე გავყავოთ. არაჟანიო მაშინა დედაო და მაკარონი. პური რახან არ აქვს. მოსაყარელია. კი არა, თქვა პური მინდა მაინც სხვა არაფერს არ შეჭამ. არა, მაშინ მაკარონი და არაჟანიო დედაო. ეზო ყოილი ბიჭი მყავს რა. ეს რაღაცა ხარ გვინახება, უკვე შემოვიდა. ესე შემოვიდა, ესე იქა სპეციალურად იქა ეგრე. ნიკას ბაძავს დაიმიტო ყველაფერი აბსოლუტურად. ხო, ესენი აქ დავალაგე გოგოებო, იმიტომ რომ დავიღალე რა მშვენივრად ეტევა ესე და
დავიღალი ამ უჯებში ესე უფრო ადვილია უცბად ეს ძმელათიძე რაღაცნაირად მოდი დავლიოთ უნალიქო ყავა ეხლა მე და თქვენ და ღვიძლს ვფიქრობდი ქათმის ღვიძლს გავაკეთო რა უნდა გავაკეთო ხახვი ცოტა ქინძი და ისე ვქიო პირილი შავი ცოტა პაპრიკას მოვუხსო და ესენ ხოიც როგორ მიყვარს ეს არის ჟელეთი ვიყიდე შეგვიძლია ჟელეთიც იყიდება და არის უფრო ძვირი გოგონა მომეწონა ესენი უფრო მომწონს ერთ დროს გოგოს უყურე ბლოგებს და ჩაიში ჩაყარა ვა მეთქი რა ხდება ჩაის უხდება რო გავსინჯე ესე მომეწონა ჩაიში და ყავაში არ ყრი მაგრამ ვატან უფრო მომწონს მე ეგრე ასე რო ვატან არა ეცდება დნება ვიცი დედი მალე იქნება ცოტა ხანში იქნება 2 წუთში 3 წუთში მოიდი კანჭმენშია მალე ბევრი არ მინდა არ დაგუნდაშდეს ხოდა მე შემიყვარდა რომ მომეწონა ძალიან შემიყვარდა ორნაბიჩი და სელურ მაღაზიებში ცეცხლის ფასია. ოთხილარიოს. ერთი ბეწვეული. სამნახევარი. ეგეთები იქ ლარიკის. აკარები და ეს ორი და რაღაც ფეთქებია იაფრა. ამინდი მოგულია თელი დღე დღეს მთელი დღე არის მოგებული დავდო ყავას და დავიწყებ გათმის ღვიძლი რო გავაკეთო მაგას თუ ჯერ ეს მოვჩე გოგოებო, ეგრე ჯობია გადავწუდო ეს ხახუ და რაღაცეები არ უნდა არაჭამს მათი აზრი აქვს. ეხლა ვგეთქვით რაღაცას.
სახეზე რაღაცა ჩარევები არ მინდა გოგოებო, ფილერები, ძაფები და ნევსები და ნევსს არ მივიკარებ მე სახეზე. ეგეთი რაღაცა არ მინდა. ჯერ, არ ვიცი, მე თუ არ ვამბობ იმას, რომ არ გავიკეთებ არასოდეს საბაბაბო არ გავიკეთებ, არ ვიცი. ჯერ არ მინდა, მაგრამ იცით რა მინდა? შრატს არ ახმარობ მე. მე ერთადერთი რასაც ვხმარობ, ეს არის ზისგან დამცავი და ტონალური. მეტი არაფერს არ ვხმარობ. და აშკარად რაღაცა უნდა ჩემ კანს სახისა. და ვიტამინსაც ხობს ავეხლა. რაღაცა უნდა, გოგოებო, რაღაცა უნდა. ან კაი შრატი უნდა, ან კარგი, არ ვიცი. თუ რამე იცით, რომ ვგზინავთ ხოლმე უპრიალეთ სახე და ისე კი არა დაბერილი რო აქვთ რაღაცეები და ეს ხო ჩანს, ძალიან ჩანს, ტუჩიც კი ჩანს. კი არა, ტუჩი ყველაზე ძალიან ჩანს მე მგონი. ეს არ ვიცი, ხშირად ხდება ხოლმე ვიდეოები, რომ პროფესიონალს ვანდე, ჩემი არ გამიკეთებია არასოდეს და ეხლა ვიკეთებ და პირველად ვიკეთებ და ეს ვიდეოები ხშირად ხდება და შედეგს ვხედავ ხოლმე, ხო? მაინც არ მომწონს ხოლმე. მაინც არ მომწონს. კიდევ ვამბობ, რომ მე არასოდეს არ გავიკეთებ, ჯერჯერობით ვფიქრობ, რომ არ მჭირდება, ვინც იკეთებს არც მათ მიმართ არ მაქვს პრობლემა, იმიტომ რომ თუ თვითონ მოსწონთ ეს ყველაფერი, ჩვენ რა უფლება გვაქვს გოგოებო ვინმეს რამე ვუთხრათ, საერთოდ ეგ არის და შენ უნდა მოგწონდეს შენი თავი, ყველა იმიტომ ვიკეთებთ რაღაცეებს, რომ ჩვენ თვითონ ჩვენი თავი მოგწონდეს, გავხდეთ თვით დაჯერებულები და ვიგრძნოთ თავი კარგად, ხო? ამიტომ. და ჯერჯერობით ვფიქრობ, რომ მე არ მჭირდება ეს და არ მინდა. მიუხედავად იმისა, რომ დავიკელი წონაში 30 კილო, ხო იცით და ესენი შემიცივდა და რა ვიცი რა ერთი სიტყვით, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ არ მჭირდება. როდესაც შეიძლება ესე მოხდეს და გავაკეთო, მაგრამ ჯერ არ. მე მჭირდება კარგი შრატი. ადამიანის კანი რატო ბერდება და ნაოჭები რატო ჩდება? იმიტომ რომ ამ ყველაფერს იწვევს სიმშრალე. კანის სიმშრალე იწვევს ამ ყველაფერს და კარგი დამატენიანებელი და კარგი შრატი მინდა, რომელია ეს 200-ლარიანები რო არის ეს ახლა 200-იანი არ მინდა რა, ძვირიანი არ მინდა. ხმარობ მზისგან დამჩეცავს, ხმარობ ტონალურს, მაგრამ რაღაცა მაინც უნდა ჩემ კანს, რაღაცა. რომ ეთყობა წონაშიც რომ დავიკელი მაგიტო რა, მაგ ესეთი შეგრძნება. რომელია კარგი? კი, მათე, ეხლა გადავწუდა, მოიცა? კი, დედი, კი, 2 წუთიც, აი ბარემ რომ მე არ მიყვარს ნახევრად მოხარშული მაკარონი, მithumetes მათესთვის. არა, კარგად მინდა ხოლმე ბოლომდე, კარგად რომ მოხარშო და კი ამბობენ რომ მაკარონი ბოლომდე არ უნდა მოხარშოვო, ისაო, რაღაცეები, ხო გაგიგიათ. იტალიელებიო არ ხარშავენო ბოლომდეო, მაგრამ მე ვხარშავ, აი კარგად უნდა გაქცეს მაკარონი და იმ შემთხვევაში არის ჩემთვის მზაცა. და დაწერია პრინციპში, რა ვიცი. მერა დაწერია რომ 7 წუთი უნდა მოხარშვა და 7 წუთში კარგად იხარშება ხოლმე უკვე. ხო, იმის ხარკი. ცივი წყალი არ უნდა გადაავლო, იმიტომ რომ მაგდება, რაღაცნაირი ხდება. ცივ წყალს ვავლებ ხოლმე თბილს. ალეჟანი უნდა თუ მაკარონი. როგორი ადვილი შესანახია, ხო, ჩემი ბიჭი? კარტოფილი, მაკარონი, არაჟანი. კიდე რა გიყვარს, მათე?
კიდე რა გიყვარს? კარტოფილი გიყვარს, მაკარონი გიყვარს, სარაჟანი გიყვარს, კიდე რა გიყვარს დე? ძეხვი კიდე? რა? პიცა? პიცა? პიცა საიდან მოიგონე, ჰა? შაურმა პიცა. არა, ამას იშვიათად ხო. იმ დროს ხო გიყიდა დედიკომ, ხო წაგიყვანა შაურმა ხო გიყიდა? კიდე გინდა? Free, ისა, free. და ბურგერი. ხაჭაპური მათე? ჰა? არა? ხაჭაპური არ მიყვარს, ვედა. როგორი საჭმელები ჩამოთვალა ჩემმა ბიჭმა? ადვილი შესანახია მეთქი და ადვილი შესანახი კი არ გამოходი ბიჭო, შენ გამოходი ფული შესანახი. ისეთი რაღაცები ჩამოთვალე, მათები თვალები გაგვიქართოვდა. რა დედი? ვერ გავიგე. ხო, ისაო, პერაშკი მაგრაო. ეგეც ადვილია. კიდე რა? ლობიანი. ლობიანი ისე რა. რა. აი აქ რო ბრუნდები ხოლმე და ჩემ შარვას ერთი ცალი ისვავს, მოიცით? ეგეთი სტილი არის გოგოებო. ეს რო ყიდულობდი მეთქი კაცო ამ ხელაფას რომ ახდეინებდა, აქ რო ერთი ისა აქვს ესეთი კნოპკა და აქ რო არა აქვს და უკანაც ერთი აქვს და მეორე ჯიბეს რო არა აქვს. ხო ჩანს მეორეს არა აქვს. მეთქი ეს რა ხდება და ეგეთი სტილი არისო. ეს შარვალიო გოგონიო. ეგეთიაო რა? გუფთა? ხო, გუფთაც უყვარს. ნახეთ, ჩამოთვალა თავისი საჭმელები, ყველაფერი რაც უყვარს. რა? ეხლა სიუწყალიანი. გუფთა, მაკარონი. ხოდა ასე გოგოებო რაღაცა მინდა რომ დავიწყო სახეზე. გავლამაზდე უფრო ეს რაც ხო ლამაზია, ლამაზები ხო ვართ ისედაც და უფრო რომ გავლამაზდეთ. ცოტა ერთი მოვიდიოთ და შევამოვიღოთ მას საჭმელი. ეს ახალია და გახსნილი მაქვს. აი გახსნილი სამაქვს. ეს არა. ამითი ვურე რა ვიცი, ხან მავიწყდება ხოლმე და ვურე ხოლმე იმითი ოქია. ინის ის რატო? ეს ქვაბები იყო. 5 წლის ქვაბებია გიგონება, აღარ მენანება, თითქოს გამოსაცვლელია უკვე და გამოცვლა მინდა. და აი რაღაცნაირად რო არ უფრთხილდები რა. ეგრე მომდის, მაგრამ ვიდია ეგ. მაინც უნდა გავუფრთხილდეთ. ის მინდა. ხია. უიარ. ხო, ეს მინდა რომ ვსვათ მალია მოვხდე.
არ არის ეს ბევრი, ნახეთ, აი ამდენს თუ შეჭამს. არ არის ბევრი. დავიწყე მე ღვიძლის დაჭრა, ძალიან დიდებია, გულღვიძლია და კიდევ ერთხელ დავწმუნდი, რომ ეს ქათამი არის კარგი ბიუბიუსი, ანუ დედაჩემი აქედან აფასებდა ხოლმე გულღვიძლიდან გადმი ჯანმრთელობას. თუ გაფუჭებული ქონდა ხო ღვიძლი, ისეთი ჯანმრთელი ღვიძლია, ეხლა უნდა დავშვენოთ რა. ეს ხო ძალიან გემრიელიც გამოვა. არის ძალიან ჯანმრთელი ღვიძლი, ნახეთ. აი ძალიან კარგი ქათამია. და ერთხელ გავწმუნდი ამაში. გავრეცხე უკვე, კარგად გავრეცხე, ჯერ რა თქმა უნდა. ხო, ეხლა ცოტა დავაპატარავთ, იმიტომ რომ სხვილია რა მთლიანი ღვიძლია და ძალიან დიდებია ვფიქრობ. ხო და მომეწონა ძალიან, ანუ რა, ამის თქმა მინდა. გაყინული ხო საშინელებაა, რა, გაყინული არც უნდა იყიდოს, იმიტომ რომ ადამიანმა, იმიტომ რომ სუნთლად იშლება რა, აი სუნთლად იშლება. არც უნდა გაჭრა მარტო ღვიძლებს, გული ისედაც პატარა. აი ესე, ძალიან მომეწონა. აფა და დავიწყოთ ახლა. პირველ რიგში ეს უნდა მოშუშო. და მე ხახვი დაჭრა. ეს არც ნიკა შეჭამს, არც მათ. ეს ვიყიდე ჩვენთვის, რავი, მეც არ ვიცი, ცოტას კი შევჭამა რა. ნახოთ, როგორ ჭამ ხოლმე რა, ცოტას მივისთმევ. უფრო გია ვიცი, რომ მეჭამს მოეწონება. ეხლა დავიწყეთ აბა ხახვი. დაჭრა ძალიან წვრილად, არ ხდება ძალიან წვრილად. ვინიგრედიც მაქვს ისე, ოლივიე სალათიც ისევ მაქვს გოგოებო. ანუ ეგეც ხო და დრო ჯერო ჩაიშუშოს კარგად. მანამდე ჩვენ ხახვი მოვამზადოთ. მოჭრათ. სადანა სად გააქეს. აი ეს. სუნელებს დავამატეთ ცოტ-ცოტას და მასოქი. ხახს და კი.
ეს დავშალოთ კარგად ეხლა ჩავაყაროთ მან სუნელები ესენი აქ გადავიტანე ლამაზად ესე ამდენი მაგ ამდენი რა ორეგანოც უნდა დავამატო ცოტა. მგონი რომ მოვხდება. ცოტა. ეს არის ქინძი. ერთი კოვში. ერთი ისე რა ქვია, ჩაის კოვს. ესე. ერთი ჩაის კოვში უცხოსუნელი. აურა სულია ქიცით. იმ კაცს გამიყიდე ვარკეთიში ბაზარში ხო იცით სუსუნელები რო აქვს და ის რო აქვს კიდე რა ქვია ორეგანო ცოტა ისინი რა ქვია მიწისქვილიც ეგეთი რაღაცეები ლობიო კაი რაღაცეები აქვს თან სულ მაგას ხო და ეს პაპრიკა სალამი კარული წიწაკა. სალამი და ცოტა მწარე წიწაკა. რერგილი. ცოტა. ის. ურა სუნიაკ. კარგი სუნიაკ იცით. ეს ჩაიშუშოს. კარგად, ესეც უყალია. ეს. გადმოტანილი გიხდება რომ მითხო, მე არ მომწონს. გადმოტანილი გავს კაბას, შარვალი და არ მომწონს, იმიტომ რომ ვასე ჩატანილი მაგ ხო? უფრო ის ჩანს, რა ქვია. ეხლა ამას არ უხდება. ხო, ამას არ უხდება, იმიტომ სქელია და ბილია და ჩავიცი, მაგრამ ჩატანილი უფრო მომწონს. გადმოტანილი ემსგავსება კაფას, შარვალი. რავი. არა, ამას არ უხდება. სქელია და მაგიტო. ან კიდე მოკლე უნდა იყოს რა, კიდე ამაზე მოკლე რაღა უნდა იყოს. მაგრამ არის ამაზე მოკლეებიც, აი ესე რო დათქის. გამოჩნდეს წელი. ანუ თუ წელი არ ჩანს შარვლის, ხო? არ მომწონს. კაბაც არ მომწონს და ეგრეთი. კაბაშიც ვიტან ხოლმე. უფრო მომწონს რა ვიცი. ხო ამას ვაცდი გოგოებო. ახო ნახეთ, ზეც არ ვამატებ, კარაქს ვამატებ. ზეც არა. მატრის უკვე ისეთი გემრიელი გამოვიდა პრეზენტის კარგი ყველაფერი გამოდის იდეალური გოგოება სუპერი თუ გინდათ რომ გემრიელი საჩველი გამოგივიდეთ კარაქი აუცილებლად პრეზიდენტი ცოტა ზეისია მომავალ კი არის რა თქმა უნდა მაგრამ ძალიან გემრიელია კიდე მინდა ვნახოთ. მიდი და არ იმუშაო არა გქონდეს საჭმელი ბავშვს უნდა თხრიშია. ღმერთო ეგეთი რაღაცა ხანო რა წარმოვიდგენ ეგეთ რამეს ღმერთმა დაგვიფაროს ყველა და ხო არიან ეგრეც. აი მე არ ვიცი არა ეგრე არ იქნებიან იმიტომ რომ
სოციალური ხომ მაინც ენიშნებათ, ეგრე ძალიან დაჭირებული ხამაკალმოს საშუალება ექნებათ. უკანონოდაზე ცივიდნენ ალბათ. მადლობა ღმერთს მაინც რომ ეს სოციალური მაინც არსებობს და ვისაც ძალიან უჭირს სოციალური ენიშნებათ და აქვთ. ხო და აი ბავშვს ამბობ. როში და პირის შიაო აი ამ უთხრა. იმიტომ მადლობა აი ამისთვისაც ღმერთს ყველაფრისთვის გოგოებო. მადლობა ეს რაღაცას რო გავიაზრებ და წარმოვიდგენ, აი ეგ იქნება რაც ალბათ ჩააგდებს ადამიანს გაანადგურებს რა. ეგ იქნება. დანარჩენი ბავშვს რო იმის საშუალება რო არ გაქვს რომ ბავშვს საჭმელი მისცი. თუნდაც აი უბრალო რა, უბრალო. ეგ ძალიან რთულია. მე თუ ეხლა უკვე ამას მე ჩავყრი, ქინც არა, ხავს. რომ სანამ წვენი აქვს, მოასწრას მოშუშო. აი ესე. ეხლა ცოტათი ოდნავ ამას მოუბრაწავ გოგოებო რა მოჩა რა შეყოფა. მერე უკვე ქინძი. გოგოებო აი ნახეთ გადავწყვიტე რომ სულ ოდნავ წვენი დავუტოვო. აღარ ამოვაშორებო ამას იმიტომ რომ თავი ძალიან გემრიელი. გავსინძე ცოტა და არის ძალიან გემრიელი და დავუტოვებ მე მაგას ეხლა ცოტას. ეს თავისი ეს დავუტოვებ და აი ესე და გამოვთავ. ცოტა ეხლა გამოვთე უკვე მწვანილიც თვითონ ამ ორთქლში რო ჩაი ფუფქოსოდნავ და მოჩ. მეტი არ უნდა გამორთულია უკვე ეს. წავედი, ჩემო სიხარულებო, ძალიან მიყვარხართ ყველა. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე ნეტა ზუსტად თუ გადმოსცემს ჩემი კამერა ჩემთან რაც ხდება აქ ჩემს სახლში. როგორი სითბოც არის, როგორი სიყვარულიც არის, როგორი ბედნიერებიც ვართ, როგორ მიუხედავად პრობლემებისა და რაღაცა ეს ყველგან არის, მაგრამ მაინც როგორ ვინარჩუნებთ სიხარულს, სიყვარულს და რაღაცნაირად ამ ძალიან ისეთი აურა არის, მიყვარს მე. ანუ აი ეს გასაკეთებელი კედლებიც კი ძალიან მიყვარს და ეს სითბო და ეს თავისუფლება, უდიდესი თავისუფლება ჩემთან აქ. და ეს ყველაფერი ძალიან მიყვარს. გოცნით, გეფერებით და გემშვიდობებით ხვალამდე. ხვალ 2 მარტია. და ვიყიდე მე ვიდეოების სახით. ანუ ვიდეოებია გოგოებო, ეს არ არის ლექციები, ვიდეოები აიტვირთება ძალიან სასიამოვნო თემაზე, რომელიც მე ძალიან მჭირდება ჩემი პროფესიული განვითარებისთვის. და ხვალიდან დამეწყება და აიტვირთება და ხოლმე ჯგუფში დამემატეს და ხვალიდან დაიწყება ეგ ვიდეოების ატვირთვა და ძალიან მიხარია. ძალიან. გაგრძელდება 10 დღე. და ველოდები ხვალიდან ეგ სიახლე იწყება ჩემთან. ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად უკეთესობისკენ შეიძლება ყველაფერი ამ ვიდეოების შემდეგ ჩემთან და გამომადგება, რისთვისაც რა თემაზეც არის, რისთვისაც ვიყიდე, რისთვისაც მინდა, ვფიქრობ, რომ გამომადგება უფრო გაზრდის და ნახოთ როგორ იქნება.
მე მგონი რომ მომეწონება. გეტყვით, მომეწონება თუ არა. წავედი და დროებით მიყარხართ.